Salmabit ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. ეხლა მიჭირავს რუნები, ტომარე რუნების. ეს არის კოსმოგენია, ეს არის ენერგოსაინფორმაციო ველი და რა თქმა უნდა, რუნები არის ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება მანტიკა, ახლო მომავლის გაგება, ასევე მისი ენერგიებით დახმარება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ პირად საკითხებზე, რომლებშიც რუნები ძალიან გვეხმარებიან. მე უკვე დიდი ხანია ვარ რუნებთან დაახლოებული, ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობით აღჭურვილი პირი და შემიძლია ვთქვა, ჩემი პრაქტიკიდან, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად მუშაობენ ჩემზე. რა თქმა უნდა, ყველას სხვადასხვა მოსაზრება აქვს რუნებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ახალი არის ძველი დავიწყებული, ანუ რუნების ისტორია ძალიან დიდხნიანია. ის იყო ჯერ კიდე ქრისტეს შობამდე და ეს იყო ის ცივილიზაცია, რომელიც იყო ძალიან მაღალ ტექნოლოგიური და გათვითცნობიერებული და აი გადმონაშთს ცივილიზაციის, რაც შეგვრჩა, ესეც დაფარული ცოდნა, როგორც ტარო. აი ამას ხმარობ ეხა და მოდი ვკითხოთ აბა ჩვენ რუნებს, როგორი ენერგია გვექნება. რა ენერგიებში ვართ, რას გვეტყვიან ჩვენი რუნები? თქვენთან ერთად ექსკლუზიურად ამომაქვს რუნები. 3 ამოვიდა. რას ნიშნავს ეს რუნების ტავი? პირველ რიგში. პირველი რუნა მიგვანიშნებს სიძლიერეზე. სიძლიერეზე, ძალაზე, გამბედაობაზე, სიმტკიცეზე. მეორე რუნა არის იერა, რაც ნიშნავს მოსავალს. ანუ ეს არის როგორც ფორტუნა. ტრიალდება ყველაფერი. ტრიალდება და მესამე ევას, რაც ნიშნავს ესეც გზასთან დაკავშირებული რუნაა, ჩვენი ცხოვრების გზა, мотивация, ჩვენი მიზნები, ჩვენი სიტუაციები, ასევე მოძრაობა, მოქმედება. ამ შემთხვევაში ამ 3 რუნის სტავით შემიძლია ვთქვა, რომ არ გაჩერდეთ, იმოქმედეთ, ჩადეთ თქვენი ენერგია, თუნდაც ფინანსური, თუნდაც პირადი, რა ურთიერთობაც, რა სიტუაციაც, რა სფეროც თქვენ გინდათ და გაუყევით თქვენ ცხოვრების გზას და ამოვიღებთ მეოთხე რუნას, რას გულისხმობენ ამაში, ანუ რას მიგვანიშნებენ ამით. მიგვანიშნებენ სტაბილურობაზე. ოდალ, ეს არის წინაპრული რუნა, ჩვენ წინაპრებზე, ჩვენ საგვარეულოზე, ჩვენ გენეტიკაზე, ჩვენს სტაბილურ სახლიკარი რო იტყვიან, ხო? რაღაცა აი ესეთ კარგი რუნაა ესეც, რა თქმა უნდა, და ნიშნავს იმას, რომ გავძლიერდეთ ჩვენს ასე ვთქვათ, სოციუმში, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ახლობელ მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, ჩვენს ოჯახში სიძლიერე შემოდის. ეხლა ავიღებ აი ესეთ ლენორმანის დასტას და ვკითხავ, რისი თქმა უნდათ მათ ჩვენთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ეხლა ვინ შემოვიდა ჩემთან სტუმრად. თუ ხართ ახალი მაყურებელი, მოგესალმებით. იმედია კარგად ხართ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ და რა თქმა უნდა, ადევნეთ თვალყური უახლოეს გაშლებს. მზე რო ამოდის, მე გაშლას უწყვეტავ, მაგრამ ეხა მეორე კარტიც ამოვიღე, რაც ნიშნავს ჩვენი კარიერული მდგომარეობის, ფინანსური სიტუაციის გაძლიერებას. ნახეთ, შემოიპარა მელა.
ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ არის გახსნილი, თვალთმაქცია, მაგრამ გამონათება, მზე, ნახე, იმ სიბნელეს გაანათებს, ხო? მზის სხივი, რომელსაც მოდის და მოაქსითბო, მოაქსინათლე, მოაქცოდნა და ასევე მატერიალური კეთილდღეობა. ძალიან კარგი კარტებია. და ეხლა ავიღებ ტაროს დასტას, Grand Lux, რუნები გვედოს, წინსვლა წარმატება გზა. აბა ეხლა მითხარით, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რა პრობლემა აქვს მას? მოკლე კონკრეტულად. ვინც შემოვიდა ჩემთან სტუმრად, ვინც მადევნებს თვალს, რა პრობლემა აქვს? პრობლემა არის ესეთი. უმრავლესობა ხართ გაურკვეველ მდგომარეობაში, თქვენი მიზნები, თქვენი სურვილები, თქვენი ოცნებები, თქვენი ფიქრები, ზოგ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მაგრამ აღდგენა მოდის. ასევე ჩანს, რომ ძალიან შეშფოთებულები ხართ, დადარდიანებული ხართ, გაქვთ შიში მომავლის. აქ ჩანს ადამიანი, რომელმაც შეგაშინათ. ან ადამიანისადმი შიში მოდის. მოდის ასევე გაურკვეველი, ქაოსური სიტუაცია, დაულაგებელი, გაქვთ ოცნებები ჯერ, რომელიც არ არის ბოლომდე, ასე ვთქვათ, შესრულებული მიზნები, მაგრამ რომელი მხრიდან, რა მხრიდან დაიწყოთ ჯერ, აი ესე ხართ რა, ვერ გიპოვნიათ ის წესრიგი, საიდან იწყებთ თქვენი ცხოვრების, თქვენი პრობლემების მოგვარებას და ამოდის, რა თქმა უნდა, high price-ის ამ შემთხვევაში მეც ვერ მეტყვიან, იმიტომ რომ ეს არის დაფარული, ესე იგი, იმდენად პირადია, რომ დაფარულია. შეიძლება ეს ეხება მაგიურ ჩარევასაც, შეიძლება ეს ეხება თქვენს იმ დაფარულ კუნჭულს, რომელსაც შეიძლება ბევრს არ გაანდობდით, არ ეტყოდით. და ეს მხოლოდ თქვენი პირადია, მაგრამ აქ კიდე შეიძლება ამოვიკითხო ის, რომ ინტუიციურად მოусმინეთ თქვენ გულს. ნახოთ ადამიანი, რომელმაც შეგაშინათ, ან შიში გაქვთ ამ ადამიანის დაკარგვის, ან და ამ ურთიერთობის, რაღაც ამდაგვარი იკითხება, თუ რეზონირდება, მომწერეთ. ვინ არის ეს ადამიანი? მიწიერი ადამიანი. ჩემო კარგებო, ადამიანი არის მებრძოლი, ბიზნესმენი, ფულიანი, სტაბილური, ან მოყვარული ფულის და რა თქმა უნდა სტაბილურობის. ადამიანს, რომელსაც ყავს ქალი, ვინც არის თქვენი მოწინააღმდეგე კონკურენტი, რომელიც ძალიან ცუდად ერევა თქვენს ცხოვრებაში, ან ჩაერია უკვე, მაჩვენებს ომს, კონფლიქტს, გაურკვევლობას და ამოდის გამარჯვების კარტი, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანი აპირებს, რომ გაიმარჯვოს, ანუ ამ ქალზე. მაშინ ვინ არის ეს ქალი? ვინ არის ეს ქალი? საინტერესოა, როგორ მალავს. ეს ქალი იმალება, აქ ამოდის ორი ქალი, ანუ სულ არის სამი. სამკუთხედის ვარიანტი იკითხება. თუ რეზონირდება, მომწერეთ, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. კაი ხანი უკვე გრძელდება, თქვენსა და მას შორის პაექრობა. ქალი, რომელიც უყურებს მატერიალურ, ანუ მასტი ამოვიდა მისი, ანუ მეუღლე, ოფიციალური, ანუ უბრალოდ მისი პარტნიორი, რომელსაც მხოლოდ მატერიალური მიზნები აქვს და ამოდიხართ თქვენ, რომლისადმი აქვს გრძნობა და თქვენ ემოციონალურ ფონზე თქვენსკენ იყურება და ამოდის სიამოვნების კარტი, სუფრა, molxena, რომ უნდა თქვენთან, ფაქტია. მაგრამ
გვერდით ამოსდის ის ქალი. და ეს ასე ვთქვათ, კონკურენცია დიდი ხანი უკვე გრძელდება. მაშინ რას გირჩევდნენ თუ ესეთ სიტუაციაში ხართ ან მსგავსში რაღაც, ხო? დაიჭირეთ რაღაც მსგავსება, აბა რას გირჩევდნენ კარტები. ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიცახი, ჩემთან ვისაც უნდა პირადი კონსულტაცია WhatsApp Viber-ზე შეგიძლიათ მომწეროთ 599258527 ვიდეო ზარით ყველა თქვენ კითხვას უპასუხებ, იმიტომ რომ იქ მწერდა ვიღაც რომ კონტაქტიო და რა ვიცი ქვემოთ ვწერ ხოლმე, მაგრამ ეხლაც გავაჟღერე. პირადში ამოდის ყველაფერი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ანუ ვეკითხები, რას გირჩევდათ სამყარო? ამ ქალთან დაკავშირებით, ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, თუ მართლა სამკუთხედია, თუ მართლა ყავთ ეს კონკურენტი ბოლოს და ბოლოს. რა მოხდება? აქ არის ჩარეული შვილი, უმრავლესობას ეს ამოსდის. თუ არა და პიროვნება უფრო ასე ვთქვათ, პატარა ასაკის, რომლიდანაც იგებთ ან გაგიგიათ სიტუაცია, გაგირკვევიათ ამ ადამიანზე, რომელსაც ანუ როგორი რაღაცაა, იცით თქვენს მიმართ აქ ტოლვა. სულ მიზიდულობა, ანუ რაღაცა ისა აქ, ქიმია რო ჩაირთვება და ამოდის რომ ეს ადამიანი რო წვება, სულ თქვენზე ფიქრობს და ამაზე დარდობს, იმიტომ რომ თქვენ გვერდით არ უწევხართ, ანუ ერთ ჭერქვეშ არ ხართ. ესეთი კარტი ამოდის, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, ხა ვინ არის რა არის. შეიძლება ეს ალეგორიული საუბარია, მაგრამ მე მგონი მიხვდებით, ხო? შემთხვევითობა არ არსებობს და ამოდის სულელის კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს როგორი რომანტიულია, იცი რომ სიამოვნებას მიიღებს, ბედნიერია, მაგრამ რასაც თქვა ესე დაალაგებული, დაწყობილი, ხო, ესე ვიზა, აი ხა ხვალ, აი ამ გეგმას შევასრულებ, ამას არ აკეთებს, ანუ რაც მოეპრიანება, რო იტყვიან, აი ესეთი უხეშად რო ვთქვათ, ხო, რომ თვითონ მიიღოს, დაკმაყოფილდეს, ჩანდეს, ნახე რა მაგარია, გამარჯვებულია რა. კაი, ეხლა თვითონ ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ? რა ფიქრები, რა გრძნობები ამოძრავებს მას? სინამდვილეში, რა თქმა უნდა, და არა იმას, რასაც გეუბნებათ. აი რო არ ყავდეს მაგალითად ეს ქალი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ამოდის აქ უკვე მესამედ, ჩარევა, ანუ კონკურენტი, უხეშად ერევა მის საქმეში, უნდა რომ დააბალანსოს თქვენ შორის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ფიქრობს, მაგრამ ხელი შემშლელია ეს ქალი, ეს ფაქტორი, ამიტომ მუშაობს, აკეთებს, ფულს შოულობს, რომ ეს ქალი დააკმაყოფილოს, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, მოვიცილო, ეს ჩემი ვალია, ანუ მოვალეობად თulis. რატომ არ ვიცი რატომ. შვილზე ფიქრი აქვს, ან უნდა შვილი ან შვილის გამოაკეთებს. ხო, და მზე არის ძალიან ეგოისტი, ეს დამავიწყდა. აქ ამოდის ის, რომ რაღაცები აქ გადასახდელი ამ ადამიანს, მოვალე თulis, რომ გადაიხატოს. და რა თქმა უნდა, მუშაობს, აკეთებს ფულს. ან ყოველ შემთხვევაში ფიქრობს, უნდა რომ ფული გააკეთოს და ამოდის, რა თქმა უნდა, მოქმედების კარტი. რატო ამოდის ეს ქალი, რომელიც უხეშად ერევა თქვენსა და მის ურთიერთობაში, აბა ვკითხოთ ეს. ეს ქალი რატო ამოდის? ისტორიჩკა ქალი. რატო ამოდის? ხო, ოფიციალურად აქ მასთან კონტრაქტი გაფორმებული, ან თქვი მეუღლე, ან ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ცხოვრობს, ეს არის, ასე ვთქვათ, წინაპრული მამიდან, დედიდან და ნათესავებიდან, მშობლებიდან გარიგებული.
და თვითონ ახალგაზრდა იყო და ემოციონალურ ფონზე, ანუ ეგონა რომ უყარდა და მოიყვანა, შერჩა, მაგრამ ნახე, საყვარლების კარტი ამოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ღალატობდა და ეხლაც ღალატობს და ყავს საყვარელი. შეიძლება ეხარ თქვენ, ანუ ვკითხავ მაინც გადავამოწმებ, ხოლმე ყველაფრის გადამოწმება მიყვარს. ეს საყვარელი, ვიზეც ფიქრობს, ანუ the lovers, თქვენ ხართ ამ მომენტში. თქვენ ხართ მის გულში? საყვარელი თქვენ ხართ? კი ბატონო, თქვენ ხართ, რომელზედაც ოცნებობს, რომელზედაც უნდა რომ ესე იგი სიამოვნება მიიღოს, დატკბეს, რომანტიკა, აი მიდის უბსკულში, ანუ რო ხედავთ ყველაფერზე მზად არის, თავისი სექსუალური ინტიმური ურთიერთობის დაკმაყოფილების ვარიანტში, მაგრამ დაალაგებული არ აქვს, როგორ გააგრძელებს, მხოლოდ მიიღოს სიამოვნება, იმხიარულოს, მიიღოს ის სითბო, ის თქვენგან ენერგია, რაც მას სჭირდება, როგორც კაცს, იმიტომ რომ ეგო, ნახე, ეგო, ხო? ნუ თქვენ ხართ, რა თქმა უნდა, მისთვის საოცნებო, ყველანაირად იდეალური, ემოციონალურ ფონზეც გრძნობა აქვს, რა თქმა უნდა და ძალიან ხშირად ხედავთ, ასე ვთქვათ, ტიტველს. ნუ რა ვქნა, უნდა ვთქვა, ხო, ეხლა ჩართული ვარ, ხო? მოდის ეს პატოკ რუსულად რო არის, როგორ ქვია, ქართულად არ ვიცი, inspiration, ხო? და რა თქმა უნდა, გრძნობა არის, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება. ფიქრობს ეს კაცი, ოცნებობს თქვენზე, თქვენთან უნდა ურთიერთობა, სიახლოვე, ინტიმი, თქვენ ეგულებით როგორც საყვარელი და ეს ყავს უბრალოდ, რა ვიცი, ოფიციალურად ეს ყავს და ვერა და ვერაფერი მოუხერხა ამ ქალს. მაშ, ამიტომაც გამოდიოდა რუნების ენერგიითაც, ნახეთ. კი, ძალიან ხისტია, პირდაპირია, პრინციპულია ჩვენი რუნები, მაგრამ ამბობს, რომ დიდი ხანია გრძელდება ეს სიტუაცია, ტრიალებს. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს სიტუაცია ეხება მამაკაც გზას, თქვენ ცხოვრების გზას და თქვენ სტაბილურ ოჯახ სიტუაციას, რომელზედაც თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ სტაბილურობა, მასაც უნდა, მაგრამ ნახე, ვერა და ვერ ეს პრინციპულობა ვერ გამოამჟღავნა. იყოს როგორც არის ასე, ანუ მე ვიბლი და სიამოვნებას მივიღებ შენთან, ანუ აი რუნებიც თავიდანვე აი ეს ინფორმაცია მოვიდა დღეს. აბა თქვენ იცით, იყავით ძლიერები და ბოლოს დააყენეთ ეს ადამიანი ერთ ადგილას და უთხარით, რომ ანუ ან მე ან ის ბოლო რა არის, რას გავს ეს? რას გავს? მოდიხარ ჩემთან გამორბიხარ და ის ანუ მოვალეობას რითი იხდი, რომ ოფიციალურად შენი მეუღლეა და მორჩა, ანუ ან ისი ან ასე რა, გადაწყვიტე. ესე აღარ გამოვა რა. ორი თამაშით თამაში, თვალთ მაქცობა. ხო? დავიღალე, იმიტომ რომ გრძელდება ეს სიტუაცია, кайხანია. აბა თქვენ იცით, გაძლიერდით ჩემო კარგებო. ძალა თქვენ მხარეს არის. და იყოს ასე. ნახვამდის.